კამერა არ მომწონს. მოგრეცილა დაჩვენეს. როგორ მოგწონთ? მომიხდა? მოკლედ, ერთი სიტყვით, ერთი რამ მინდა გითხრათ რა. ახლა საქმე მინდა გაგირჩიოთ რა. ოღონდ ეს კამერა არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან უცნაურად აჩვენებს. მოგრეცილი სახე მიჩანს. მოდი ესე მოვწერ. არა ესე. აი ესე ჯობ. ბიჭო. ერთი ის გამაგებინა რა. ამ პირაჩი რომ მithვლით, მოიცა ერთი სახე გამოიჩინო. საქმე. დავიდეთ. აი ესე. რატო ჩანს მოგრეცილი ვარ ხდები? განათებაზე, განათება არის. ეხლა კარგად მომისმინეთ რა. პირაჩი რომ მithვლით. ესე გააკეთე, ისე გააკეთე. იმასთან არ ილაპარაკო, ამასთან არ ილაპარაკო. ესენი არ შეგეფერებიან, ისინი არ შეგეფერებიან. თქვენ მე მარიონეტი ხო არ გონივართ ბიჭო? ჰა? არ შევიგინები, პირობა მივეცი ერთ ადამიანს რომ არ შევიგინები რა. მაგრად მოგაჯვავთ რა, რო იცოდეთ რა. არ დავინახო ვიღაცამ რაღაცა წესები დამიწესოს. და ჩამომითვალოს აქ თითებზე, ესი არ გააკეთო, ისი არ გააკეთო, ეს არ ქნა, ის არ ქნა, ეს არ შეგეფერება, ის არ შეგეფერება, ეს რაც ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. და რაც შემეფერება, იმას ხედავთ რა. და რაც არ მოგწონთ, ეს თქვენი თავებია. თქვენ თავებშივე პრობლემაა. ჩარჩოებში ხართ მოქცეული მაგის დედავატირე რა. გამოფხიზლდით, რა ვეღარ გაიგეთ. მთელი ამდენი ხანი ყვირი ვარ, გამოფხიზლდით, ბიჭო. ვიღაცა მითხრა, თავზე ის დაიდეო, რაღაცა მომისმინეთ, ერთი წუთით და სულ არ მაინტერესებთ რომელი ხართ რა. თავზე დაიფარეო, ისე გამოდიო. ესე გამოდიო და ესე ილაპარაკე უფრო მოგისმენენო.
ვიღაცა მითხრა ამასთან არ ილაპარაკო და ისინი არ შეგშვენია და არ შეგშვენიანო მაგის დედავატირე და თქვენ სახში იჯდეთ და ერთი ადგილი იფხანოთ? და მე მეუბნებოდეთ რა უნდა ვაკეთო და რა არ უნდა ვაკეთო იმის მაგივრად, რომ ბიჭო დაეტიოთ თქვენს ადგილზე და დაინახოთ რას ვაკეთებ რა. თუ თქვენ ჩემზე მეტი გააკეთეთ რამე, ვინც მითვლით რაღაცებს რა. მანდედან სახლიდან რომ რაღაცებს მითვლით მე ბიჭო. მოგეწონათ ჩემი ცეკვა? მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ ჩემი ცეკვა, ის მითხარით რა. მე როგორად უნდა გადავიქცე, ეს თქვენი საქმე არ არის რა. მე როგორ იცო არ ისეთი უნდა მიმიღოთ, გესმის? და თუ ჩემი მიღება არ გინდათ, აი ამ ბაბუაჩემის ყვერებს და თუ ეს ჩემი სიტყვები არ მოგწონთ, ბაბუა თქვენის ყვერებს, გესმით? გამანებით თავი იცოდეთ რა. 21-ში ყველას გიხილავთ ჯვარზე. თუ რამე არ მოგწონთ, იქ გამირჩიეთ საქმეები, კარგით? 22-ში და 23-ში მარტში, 21, 22 და 23 მარტს ყველას მოგისმენთ გულის ყურით. არ მოხვალთ, ბელენჩვერები იქნებით. ეს შორიდან შემოთვლილები, ხო? ბაბუა თქვენებს და ბებია თქვენებს შეუთვალეთ საფლავებში. ვისთან ვილაპარაკებ? როგორ ვილაპარაკებ? რას ჩავიცმევ? თმებს როგორ გავიკეთებ? როგორ პომადას წავისმენ და როგორ თვალებს დავიხატავ, ეს თქვენი საქმე არ უნდა იყოს. თქვენი საქმე ისი რა უნდა იყოს?
დედა მოწყნულ ქვეყანაში დედას რო გვიტირებენ, აი ეგ რომ გამოასწოროთ, ეგ უნდა იყოს. უხუცესებო და უახალგაზრდავესებო. ვისაც ჩემთან პრეტენზია გაქვთ, თქვენ უკეთესად გააკეთეთ საქმეები. გესმით? ცეცხლი ქვე პანტომიმის ენაზე. მე არავის არ უძახი 21, 22 და 23 მარტს. მე არ გიძახით შე რომ გაიგეთ. ღმერთი გიძახით იქ. მე არაფერ შუაში არ ვარ. მე კი არ გიძახით იქ ხალხო. თქვენ უნდა იდგეთ იქ. თქვენ უნდა იდგეთ იქ, გაიგეთ? მე კი არ უნდა მithვლიდეთ რა უნდა ჩავიცვა და რა არა. როგორ უნდა გავიკეთოთ მები და როგორ არა. როგორ უნდა ვილაპარაკო და როგორ უნდა არა. თქვენ უნდა აკეთებდეთ საქმეს. უხუცესები ხართ თუ ვიღაცეები ხართ. მოგინდათ? ოჯახის დედა გაზარდოთ. ოჯახის დედები! საძღვარ გარეთ ხართ გაყრილი, შვილო. ვერაფერი ვერ გააკეთეთ, სანამ არ ჩამოვედი და ეხლა მე მithვლით. რა გავაკეთო? თქვენ რატო არ გააკეთეთ? ჩემი საქმე თქვენ რატო არ გააკეთეთ? რატო არ გააკეთეთ, გეკითხებით? იმიტომ რომ მე არ ქონდა თქვენი დავარცხნილი. იმიტომ რომ მე არ ქონდა ჩაცმული და წინსაფარი ჩამოფარებული. იმიტომ არ გააკეთეთ თქვენ დედა აკირებულებო. იმიტომ რომ ქალები არიან დამნაშავე. უხუცესები ხართ თუ ვიღაცეები ხართ. თქვენ თავებს მოუარეთ და თქვენ წარსულს მოუარეთ. და თუ საქმის გააკეთება გინდათ, გააკეთეთ. და თუ ვინმე შტყურის სწავლება გინდათ, მასზე უფრო მეტი უნდა გქონდეთ გაკეთებული. ქვეყნისთვის. მოგწონთ?
წინსაფარი ჩემზე? მოგწონთ ხო? ზეაგუც, ძალიან კაი. კაცი ასე გამოვალ ხოლმე. და გაკეთდება საქმე. მერე გაკეთდება საქმე. წინსაფარს რომ დავიმხობ თავზე, მერე გაკეთდება საქმე თურმე. დაატირებული ესე. მე რას ჩავიცნობ, თქვენ მაგას ნუხურებთ რა. მე რა გამომიჩნდება, თქვენ მაგას ნუხურებთ. ქვეყნის საქმეებს უყურეთ და გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი, ბიჭო. ყველას გძინავთ და ვითომ საქმეებს აკეთებთ. ჩუმად არ გამიგონო. ჩუმად არ გამიგონო. რასაც ცილოები ხართ შულა. იმის მაგივრად, ბიჭო, რომ ხედავდეთ რამდენს ვაკეთებ. რას გელაპარაკებით, რამდენს გასწავლით. თუ არ გაინტერესებთ, მაშინ არც შემომითვალოთ არაფერი რა, გამთიშეთ საერთოდ. და თქვენ კიდე გინდათ რომ მე გადავკეთდე? მე რო ისეთი ყოფილიყავი როგორც თქვენ გინდათ რომ გადამაკეთოთ, აქამდე ვერ მოვიდოდი თქვენ დედაატირებულებო თქვენ. მე რომ ისეთი ვიყო როგორც გინდათ რომ ვჩანდე, ვერ გავაკეთებდი იმ საქმეს რასაც ვაკეთებ თქვენ დედებილებო თქვენ. თქვენ გონიათ რომ ესეთი გოგო გააკეთებს საქმეს? ესეთი გოგო გააკეთებს საქმეს? ესეთი გოგო გააკეთებს საქმეს? და საქმეს ესეთი გოგო იტყვის? ეგეთი გოგო იტყვის შენ თქვენ გონიათ? მაშ სად არიან ეგეთი გოგოები? რა განიცგინა იმდენგანან ეკლესიაში? რატო ვერ აკეთებენ საქმეს? რატო ვერ ამბობენ სათქმელს? შვილებს უბადიურებენ! მამაები! დედას გწილობენ, ბიჭო, და შენ კიდე მე მითვლი აქ, რომ დედალი არ გამომიჩნდეს! ვინმეს აუდგება თუ რა? რამდენის გინდანი პორნოგრაფია არის ამ ინტერნეტში და მე ვარ ეხლა რაღაცა დიდი ყვავილი რომ ჩემზე რაღაცა მოუნდეთ კაცებს, ხო? შენ რაში გაინტერესებს მე დედოლებს ჩავიცნობ თუ არა? საქმეს აკეთებ? შენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებ? კაცი რო ხარ, მე რატომ აკეთებინებ კაცის საქმეს? მე რატომ აყვირებ? ადექი და შენ თვითონ გააკეთე, გესმის? ჩემს დეკოლტეებს კი ნუ უყურებ.
ჩემთან ლაპარაკი თუ გინდათ. იცი როგორ უნდა მელაპარაკოთ? როგორსაც მიყურებთ, ისეთი უნდა მიმიღოთ. ტალახი რო წავისა სახეზე. ისეთი უნდა მიმიღოთ. და ჩემთან ლაპარაკი თუ არ გინდათ, ნუცი ლაპარაკებთ. ნინიას ბაღია რა, უკეთო საქმეები, ქვეყნის საქმეები და კიდე ესეკენი, ზეგიჯერი დედაცვატი რა. შენქენი ეგ, შენქენი. შენ ჩაიცვი კოხტად. შენ გაიკეთეთ მე კოხტად და შენ იყვირე კოხტად. შენ ნუ შეიგინები და შენ აკეთე ის საქმეები, რასაც მე ვაკეთებ. რატო ვერ აკეთებ? ბებერი ხარ? რატო დაბერდი? სანამ ახალგაზრდა იყავი, რას აკეთებდი? შეუძლოთ ხარ? რატომ ხარ შეუძლოთ? ვინ გათხოვდა შეუძლოთ? გეშინია? რატომ გეშინია? მე რატო არ მეშინია? შენ გიჭირებენ დედას, მე არა, ხო? მე არ ვიხმალაო, ხო? შენი ხმალი სად არის? შენი ხმალი სად არის? სად არის შენი ხმალი? სად იყო შენი ხმალი? სად დააჟანგე შენი ხმალი? ვინც ხმალს იქნევს, იმას კი არ უნდა უთხრა, მარჯვნივ და მარცხნივ მოიქნიო, შენ თვითონ უნდა აიღო ხმალი და შენ თვითონ უნდა იქნიო ხმალი. თორე ვინც ხმალაობს, იმან კარგად იცის როგორ იხმალაოს. უშინდისოები ხართ. გაგარეთ დედები, საზღვარგარეთ. უკანასკნელ საქმეებს აკეთებინებინებთ. დაც გინდა რომ ქალმა ილაპარაკოს, ხო? სად არიან კაცები? რატომ დააჭერინეთ ის კაცები ვინც ყვიროდა? რატომ არ დაუდექით გვერდში? ეხლა მე მინდა რომ გამოხვიდეთ და მასწავლოთ სკოლა, ხო? თქვენი სკოლის ასწავლებელი მე არაფერი მჭირს. ვინც მე სკოლას მასწავლის? ის ჯვარს ეცვა. თქვენ რა გააკეთეთ? ჩემს ბავშვებზე ნუ ფიქრობ თქვენ რა. ჩემს ბავშვებზე ნუ ფიქრობ თქვენ, ბიჭო. ჩემი ბავშვები საუკეთესოდ იზრდებიან, რო იცოდეთ. თქვენს ბავშვებზე იფიქრეთ. ყველა კომენტარს წავიკითხავ. თამარ ნუ ბრაზობ, რამა კაი გითხარი დღეს ცეკვის დღე გვაქვს. ხო, მედია. თამარ მაგარი ხარ, ასე უნდათ მაგათ. დიახ, ირმა. გამარჯობა თამარ. გამარჯობა ზაზა. ეხლა ცეკვა რა მოეწონებთ? ეხლა ცეკვა არ მოეწონებათ. არ მოეწონებათ და აცეკონ სტრიპტიჟ ის ნუცა ბუზალაძე აცეკონ. ნუ ნერვიულობ, ხო, მაგათ ხო ილიამ დაუსვა ხელი იმ თავზე. ნუ ნერვიულობ, არ აყვე ბოდვებს. ქეთი გულებს მიწერს, გულები ქეთი. ზიკო გახნიაშვილი, 100%-იანი ხარ.
თამარ, ეგენი ცდილობენ მდგომარეობიდან გამოგიყვანონ, არა, გრაცია. მდგომარეობიდან კი არ ცდილობენ რომ გამომიყვანონ. ეგენი ცდილობენ თავიანთი ძველი კანონები და წესები, რომელიც აქამდე ჰქონდათ, 2024 წელი გავიდა მაგის დედა ვატირე რა. 2024 წლის მანძილზე ეს ქალები ყავდათ დამონებული, დაბლუებული და დაჩრუნგებული. არ ალაპარაკებდნენ, არ აკეთებინებდნენ საქმეს და ეხლა მოუნდათ იგივე გააგრძელონ. თუ კაცი ხარ, მაშინ ქვეყანაში საქმეები დააკავე და დააყენე ისე როგორც საჭიროა. თუ კაცი არ ხარ, მაშინ გაანებე ქალები მაინც მიუშვი და ალაპარაკე ისე როგორც საჭიროა რომ ილაპარაკონ ქალებმა. შენს თავში თუ ეს არ ხდება და არ ეწყობა, ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ თავშია ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის იქ, რომ დაინახო რაც ხდება, ის უნდა ხდებოდეს და ის გაიგო რა ხდება. როგორ ლაპარაკობს ის ქალი, თუ ეს ქალი? რა საქმეებს აკეთებს ის ქალი, თუ ეს ქალი? შენ კი არ უნდა დაუქნიო თითი იქიდან, საიდანაც ვერაფერი ვერ გააკეთე, 2024 წელი გავიდა მაგის დედა ვატირე. თქვენს თავებში ვერ შევიდა ქრისტეს სიტყვა. 1 მილიონამდე მოღვაწე პირი ყავს სასულიერო. სად არის გამწყინება? ჩრუნგები ხართ და იმიტომ ალბათ. არ იცით როგორ ისაუბროთ, არ იცით რა ხმით უნდა ისაუბროთ. იმიტომ რომ არც ერთი არ უსმენთ ქრისტეს, არც სასულიერო პირები, არც ერის ხალხი და არც მეცნიერები. და ეხლა თქვენ გინდათ რომ მითხრათ, რომ მე მოვკეტო და ისე ვილაპარაკო როგორც თქვენ გინდათ. როგორც თქვენ გინდათ ისე რომ ვილაპარაკო, იგივე ჭაობი იქნება რაც დღემდე ყოფილა. იგივე ჭაობი იქნება. და თუ ჭაობი არ გინდათ, მაშინ დაეტიეთ, დამუწეთ პირი და მიყურეთ რას ვაკეთებ. გაიგეთ რას ვაკეთებ. მაიწონეთ რას ვაკეთებ. და თუ არ მოგწონთ, მაშინ თქვენ შეძლებთ რამე. მეც მინდა ესეთი აღვირახსნილი ვიყო. იყავი მე ილია. ეხლა გაქვს ქრისტეს თვალები, ირმა. როცა შევიდა ეკლესიაში და გადმოყარა ყველაფერი ალბათ მაგის. ვინც ამოსვლელია, ყველა ამოვა. მოვედი დაო, ბავშვებისა და კარგი რა დაო, კარგი რა. ბოდიში კინგი მეუბნება, წავედი, წადი. 100% ჭეშმარიტებას, 1000% ჭეშმარიტება ნონა ამბობს. გაბეზრებული თამარი. გაბრაზებული თამარი, მარია. ბევრგან დავაჭირე ჩემი ხმალი. ბევრგან დავარჭე ჩემი ხმალი. What? კარგია რომ დაარჭე. რა გჭის მშვიდად ახსენი, თორემ გამისკდა ყურები და ეგაა რა, თუ დამშვიდები და ჩაგერთობი. თუ არ ჩამერთობი, ლაზარ, ეხლა დავიქცევი. ყველაფრის ნიჭი მოგცა უფალმა და კარგადაც სიკვა, უსაყვარლესი ხარ თამარ. მადლობა ნუნუ. შესაფერის პერფორმანსი ექსპრონტად. ნონა, ხო, ზუსტად პერფორმანსია. მშვიდობა და სიხარული თამარ, ნატო, მადლობა, გაიხარე ყველას მშვიდობა და სიყვარული. თუ არ უყვირე ამ ხალხს, ხო? ამ ხუცესებს. ამ დაჟანგებულ ხალხს. თუ ოდნავ ბენზინი არ გადააფრქვია, ისე ვერ დაიწყებენ მოქმედებას, გესმის? დაჟანგებულები არიან, გესმის? დაჟანგებულები. რაღაცნაირად ხო უნდა დავაფრქვიოთ ზეთი. ღმერთო ჩემო.
ბიჭო, ძალიან მაბრაზებს ესეთი რაღაცეები რა. მეორე არ გავიგო, შემომითვალოთ, როგორი უნდა ვიყო და რანაირი რა. მე არავის მოსაწონად აქ არ ჩამოვსულა ამ დედამიწაზე. არ ჩამოვსულვარ იმისათვის, რომ ვიღაცეებს, ვინც ტრაკი ვერ აწია და ვერაფერი შეცვალა ამ ქვეყანაში, იმათ მოусმინო, მე მაგისთვის ამ დედამიწაზე არ ჩამოვსულვარ. მე ჩამოვედი ამ დედამიწაზე იმისათვის, რომ ქრისტეს ხმა, რომელიც თქვენ ჯერ ვერ გაიგეთ, გაგეგებინოთ და თუ ვერ გაიგებთ, არცე გარმაინტერესებს უკვე. არავის არ ვუძახი 21 მარტს, 22 და 23 მარტს, იქ არავის არ ვუძახი. იქ გიძახით ყველას ღმერთი და იქ მიძახის მეც ღმერთი და მეც მივდივარ იქ თქვენნაირად. მე კი არ მგიძახით თქვენ რა ვერ გაიგეთ. ყველას გვიხმობს იქ ღმერთი. შენ თუ ღმერთის ხმა არ გესმის, მე გაწვდი ამ ხმას და შენ თუ არ გჯერა მაშინ იყავი ურწმუნო თომა დაჯექი მაგ სახში და შემომითვალე იქიდან რა უნდა ვაკეთო და რა არ უნდა ვაკეთო. რომ ქრისტე მოვიდეს შენთან და ჩაყო ხელი ჭრილობაში, ხომ? და მე დაიჯერებ რომ ღმერთის ხმა? უფ, რა კარგი იყო. რა კარგად მაყვირეთ, თქვენ გაიხარეთ. სალამი თამა, რა მოხდა, რა გამორჩა, მინ გაგაბრაზა, ეხლა შემოვედი. ეკა, ლაივს რო ნახავ, მიხვდები რაც ხდება. ერთი რამე მომისმენთ და დაიმახსოვრეთ კარგად რა. არავის ხმაზე მე არ ვივლი. არავის ხმაზე მე არ ვივლი. არავის ბრძანებებს მე არ მივიღებ და არავის ჭკუის დარიგებას მე არ მივიღებ, იცოდეთ რა. არავის. რამე თუ ერთი დამრიგებელი არსებობს ამ ქვეყანაზე ზედა. ეს არის ქრისტე. არ გინდათ ხო ქრისტეს უსმინოთ, ხო? არ გინდათ რომ ქრისტეს უსმინოთ? და თქვენ გინდათ იყოთ უწმინდესები და უნეტარესები, ხო? დაწყებული ილია მეორიდან დამთავრებული ნებისმიერი სხვა დაჯანგებული კაცამდე. თქვენ გინდათ რომ იყოთ უწმინდესები და უნეტარესები და ჭკუა მასწავლოთ, ხომ? ჭკუა თქვენ თავებს ასწავლეთ. აღვირახსნილობა ცეკვა როდის არის, ილია, როდის აქეთ გახდა? ეს უფრო თავისუფლებაა, თავისუფლად ცეკვა. აღვირახსნილი ახლა მე რომ გავიხადო, გავიჭრა სტრიპტიზი ვიცეკვა აქ თქვენ წინაშე და მე პატრიარქმა ხელი დამადოს და დამლოცოს. არა, ევროპის იმაზე რომ გამოვიდე სცენაზე და მე ტრაკი რო ვიქნიო შიშველი და მიმღერო, აი მაშინ ვიქნები უფრო წმინდა. მაშინ მოვიპოვებ იქ საპატრიარქოში შესვლის უფლებას. ბავშვებით რომ მივალ იქ არა, ეგ ვისხა აინტერესებს რა, ძველმოდური არის ეგ. ხო, გასაგებია რომ პატრიარქა ილია მეორემ პატრიარქი არ არის ეგ, ილია მეორემ თქვა რომ გააჩინეთ მესამე ბავშვებიო, ჩემს გამო, მაგრამ შემოსვლით არაო რა, ვერ მიგიღებთ ძველმოდურები ხართ და ბანძები ხართო. მე მირჩევნია აი ესეთი ბუზალაძისნაირი ხალხი სცენაზე რომ გამოდის და ტრაქს იქნევსო. აი ესეთი უფრო მირჩევნიაო, გესმის? ესეთებს უფრო პატივს ვცემო და ესეთებს უფრო ვლოცავო. და სამშვილიანი დედა რომ დამეყუდებიო აქო.
ჩემი ნათლულის დედაო აქ კართანო ფეხზე მკიდი ხარო და უпроსწორად აი აქ მკიდი ხარო აქ მკიდი ხარო და ის მაინტერესებსო აი ესეთ ქვეყანაში მაცხოვრებთ მე და კიდე მე მითვლით ხმებს რომ ესე გააკეთე და ისე ესე გააკეთე და ისე გააკეთე და ესე ნულაპარაკობ და იმას ნულაპარაკობ თქვენ რომ დაბოზაობთ შემოგითვალოთ აქედან ხმა რატომ დაბოზაობთ ბოზების სიტყვებს მე არ ვიღებ თუ არ გიბოზია ხო თავდაპირველად სწორედ შენი ასეთი ვიზუალი და უბრალოებით მიიქცია ჩემი ყურადღება და დავიწყე მოსმენა და საინტერესო თემების რაც იმ საინტერესო თემების რასაც აჟღერებდი ვისაც პრობლემა აქვს შენი გარეგნობის სტილის რა უნდა შენს ხალხში ვინც ვიცით შენი ფასი რამდენიც არ უნდა აუწიო ტომს ვერ გაიგებენ ვერაფერს რაც შენი პირიდან გამოდის თამარ ნონა მართალი ხარ და იცი რა არის ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი შემთხვევა ადამიანი ცდის რაც გაუა რაც ვერ გაუა და ჩემთან ვეღარ გაუათ ეგეთი რაღაცეები იმიტომ რომ ერთ დროს გასდიოდათ მაგათ ეგეთი რაღაცეები და ეხლა ვეღარ გაუათ ესეთი რაღაცეები რა უნდა იცოდნენ მაგათმა რა მე მომწონს ესეთი გაწეწილი თმები მე მიყვარს ესეთი გაწეწილი თმები და პატივი ეცი ჩემს გემოვნებას რამე თუ მე შენს გემოვნებაში არ ვეჩრები და არ გეუბნები რატომ გაცვია დასრული რაღაცეები და რატომ გაცვია ეს და რატომ გაცვევები ესე არავის არ ვეუბნები ამას არ ვეუბნები არ ვერევი ეგ არ არის ღვთიური საქმე ვიღაცა შეუსწორო თავისი სტილის რაღაცა რაც მოსწონს ის რაც აცვია შეშველი რომ გაიაროს არც იმას არ და შეუსწორო იმიტომ რომ შიშულები დადიოდნენ 64-ში მიიღე ეს შენს ტვინში შევიდეს გათავისუფლდი მაგ ჩარჩოებიდან მე ვისთან დავჯდები ბოსთან მათხოვართან მკვლელთან თუ გამყიდველთან ეგ შენი საქმე არ უნდა იყოს ეს შენი განსასჯელი არ უნდა იყოს რამე თუ ქრისტიანოცა მოვიდა ბოსთანაც მივიდა მათხოვართანაც მებაჟესთანაც და ყველა იმ ადამიანთან ვინც ის იყო გარიყული იყო შენი საქმე არ უნდა იყოს მე ვისთან დავჯდები მადლობა შორენა მშვიდება მოგცეს უფალმა მოგცეთ მშვიდება ყველას გენაცვალეთ ამარ გენაცვალეთ ყველას წავედი ახლა როდის უნდა გაიგოთ, რომ ბიჭო, ვის ელაპარაკებით არიცით? თავში კი არ მაქვს ავარდნი, უკანასკნელი მათხოვარი რო ვიყო, არ გაქვთ უფლება რომ მითხრათ ესე არ გააკეთო რა. არაფრის უფლება არ აქვს თქვენ მე მითხრათ როგორ ჩავიცვევ და როგორ დავჯდები რა. არაფრის უფლება არ გაქვთ თქვენ. მე მითხრათ რა უნდა ვაკეთო და რა უნდა ვილაპარაკო, ეს ჩემი საქმეა და ჩემი გადასაწყვეტია ბიჭო. თქვენ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ და ის გააკეთეთ. კარგად იყავი.